ამნისტია სხვა არის და ეს სხვა არის. ამნისტიას რაც შეეხება 11 იანვარს იწურება ვადა, რა ვადაც ჰქონდა პრეზიდენტს განკუთვნილი, ამიტომ მისი ხელმოუწერლობა ვერაფერს ვერ შეცვლის, ვერ შეაჩერებს კანონის აღსრულებას. 12 იანვარს უკვე პარლამენტის თავმჯდომარე იქნება უფლებამოსილი მოაწეროს ხელი და ჩემი ინფორმაციით შესაძლებელია იმავე დღესვე გამოქვეყნება კანონის და აღსრულების პროცესის დაწყება. პირველ რიგში პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და ამის შემდეგ უკვე პოლიტდევნილთა მიმართ დაიწყება საქმეების სისხლისამართლის საქმეების შეწყვეტა და ამნისტიის აღსრულება სხვა მჟავდებულების ან ბრალდებულების მიმართ. შეეხება მეორე საკითხს, ხო? პირველ რიგში სიაში ცვლილებები არ შევა. ისია დამტკიცებულია და აღსრულებას გადაეცემა როგორც კი ამნისტიის აქტი ძალაში შევა. რაც შეეხება სხვა საქმეებს, რომელიც შემოტანილი იყო ჩვენს კომიტეტში 19 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით. ამ საქმეებს ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ და დავიწყეთ საქმეების მომზადება. 80-ზე მეტი საქმეა, რომელზედაც გამცხადებლები თხოვენ, რომ მათ მიმართ ასევე განხორციელდა უკანონობა და პოლიტიკური ანგარიშწორება და მოხდეს მათი საქმეების შესწავლა. ჩვენ უარს ვერავის ვერ ვეთყვით შესწავლაზე. კომიტეტი შეისწავლის ყველა განცხადებას. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად ჩვენ მოვამზადებთ დასკვნას წერილობით, რომელსაც შესაძლოა პარლამენტის ხდომაზე მოხდეს ამის განხილვა, შესაძლოა ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება და ამ საქმეებზე, რომელზედაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ დარღვეული იყო ადამიანის უფლებები, გადაუგზავნოთ რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას ან სასამართლოს იმისთვის, რომ მოხდეს სამართლიანობის აღდგენა და დარღვეული უფლებების აღდგენა. ნაციონალური მოძრაობის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და საქართველოს მოეთხოვება პასუხი თუ კი ჩვენ პოლიტპატიმრებს არ გავათავისუფლებთ. ამიტომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ამით ჩვენ შევასრულებთ ევროსაბჭოს წინაშე ნაკის ვალდებულებას. მოხდება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე. ასევე მინდა გითხრათ, რომ დამატებით შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს ასევე განვიხილავთ, იმიტომ რომ ეს ეხება სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ უკანონო ქმედებებს. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება პასუხს იმაზე კი არ მოგთხოვს, რატო ვათავისუფლებთ ამ ადამიანებს. პასუხს მოგთხოვდა იმ შემთხვევაში, თუ კი პოლიტპატიმრებს დავტოვებდით ციხეში. ნაციონალური მოძრაობის უკანონობის შედეგია სწორედ ამდენი პოლიტიკური პატიმარი და ამდენი დაზარალებული რომ გვყავთ.